ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს პარასკევია და ჩვენი სტუდიის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც მე თენგო ომანიძე გავუძღვები, ხოლო დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმარი იქნება პროფესორი ბატონი დემურ გიორხელიძე. მოგესალმებით ბატონ დემურ. მადლობა რომ გსტუმრობთ. მადლობა თქვენ რომ მიწევთ. თემა რაზეც გვინდა რომ დავიწყოთ საუბარი, ეს არ არის ახალი თემა, სამწუხაროდ გულისხმობ არაბული დასახლების თუ კომპლექსის მშენებლობას, რაც დაგეგმილი არის თბილისში. თუმცა ეს თემა ბოლო დღეების განმავლობაში ისევ გააქტიურდა და გახდა აქტუალური, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქტიური სამუშაოების ფაზაში უნდა გადავიდეს ამ პროექტის განხორციელება. ამას როგორც საუბრობენ, უნდა შეეწიროს თბილისის ფილტვები, პირდაპირ შეგვიძლია უწოდოთ კრწანისის ეს ტყე პარკი, მწვანე მასივი, რაც არის უმნიშვნელოვანესი როგორც ჩვენი ეკოლოგიისთვის, ისედაც, არ ვიცი, აი თუ ვიტყვით ისტორიულ ღირებულებაზე ვისაუბრებთ, ის ყველაფერი რაც ჩვენ გვახსენდება კრწანისის ბრძოლაზე თუ ასე შემდეგ, აი უკავშირდება ხო ამ ადგილებს, ამ ტერიტორიას, ეს არის თბილისის მართლაც, თბილისისთვის, ისტორიული თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი სივრცე. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომელიც თავიდანვე ძალიან აქტიურად აპროტესტებს და ღიად საუბრობს ამ საფრთხეებზე, რაც უკავშირდება ამ პროექტის განხორციელებას. მართლაც ვართ თუ არა იმ ეტაპზე, როდესაც უკვე უნდა დაიწყოს ამისი განხორციელება. ესე იგი, იმისთვის რომ ჩვენ მე არ ვჩვევი რაიმე ემოციური საუბარი, ან ტენდენციური საუბარი, დავიწყოთ იქედან, რომ არ შეიძლება ადამიანი შეეწინააღმდეგებო ისეთ პროექტს, რომელსაც ქვეყნისთვის მოაქვს სარგებლობა. მაშინ შენ ტენდენციური რაღაც პოლიტიკანური მოსაზრებებს გქონია და ფინანსების თეორიას ვკითხულობ იმ დონეზე, რომელიც საქართველოში არსად არ იკითხება. არსად. იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ვერ დაძლევენ ახალგაზრდები, იმიტომ რომ ის განათლების დონე არის კატასტროფა. ფინანსური მენეჯმენტი მაქვს ძალიან მაღალ დონეზე წაკითხული. ეკონომიკაში ერთ-ერთი ფუნდამენტალური სახელმძღვანელოა გაკეთებული მონოგრაფია და მე შევთავაზე საქართველოს ეგრეთ წოდებულ ამ უკანონო არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ვინმე თუ ყავთ ახლო-მახლო, ვისაც შეიძლება პროფესიულ დონეზე საუბარი და მე მათ სრულიად ნორმალურ საუბარში და უმტკიცებ, რომ იმ ფინანსური, ეკონომიკური ლექსიკის გამოყენებით, რომ ეს არ არის პროექტი, რომელიც წმინდა ბიზნეს თვალსაზრისით შეიძლება შეფასდეს, იმიტომ რომ არანაირი სარგებელი აქედან საქართველოს როგორც ასეც არ შეიძლება კონდეს. ვიწრო ჯგუფს შეიძლება კონდეს რაღაც წილი. მაშინ რა არის ეს? ეს არის წმინდა პროექტი, რომელიც გაცხადებულია მუსულმანიზაცია საქართველოში და ბოლო 3 წელიწადში ამ ვაი ხელისუფლებამ 300,000 მუსულმანი გაზარდა საქართველოს მოსახლეობის რიცხვი. 3,900,000-ზე მეტზე აიყვანა მაშინ, როდესაც 2024 წლის 1 იანვრისა თვის გაეროს მონაცემებით, ეს ყველაზე ზუსტი მონაცემებია, 4,610,000 მოსახლე იყო. ეხლა მითხარით, ბოლო 3 წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. აი, გასული წლის მონაცემით 112,000 კაცი გავიდა ქვეყნის გარეთ. 2024 და 2000 წინა წლებში 200,000-ზე მეტი იყო.
აბა გეკითხებით, რამ უნდა გადაარდოს საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 300,000 ადამიანით? ეს ყველაზე ისეთი ლეგიტიმური შეკითხვა იყო, რაზეც ხელისუფლებას ჰქონდა პასუხი, რომ უბრალოდ გაიზარდა იმ ადამიანების ქვეყანაში დაბრუნების რიცხვი, რომლებიც მას ბოლო წლებში ტყუილია, აბსოლუტურად ტყუილია. უნდებიან ქართველები მასიურად. იმიტომ იყო მე როდესაც მითხრეს ძალიან სერიოზული წყაროთი, რომ 1,430,000 ქართველი იყო დარჩენილი, ეს იყო უტყუარი მონაცემები. ამ ჩემმა განცხადებამ 2 წლის წინ გახსოვთ თქვენ ძალიან დიდი რეზონანსი გამოვიჩინეთ. მაგრამ მე ძალიან ისიც მითხრეს თუ რა პანიკა იყო ძალიან სპეციფიურ ორგანოში, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოსულიყო, აი ეს ეშინია, მაგრამ რა კი 2 წელი დაელოდნენ და მოსინჯეს ყველაფერი და ხელისუფალმა ბრძანა, ვინც აკყავს ჩვენ არაფორმალი რომ გამოაქვეყნეთ 300,000-ით მეტი ადამიანი, ესე იგი მათ უკვე აღარ ეშინიათ და მიაჩნიათ, რომ ესე იგი ამ ხალხს ყველაფერი შეიძლება გაატარებინა. რაც შეეხება ამ პროექტს, რამდენიმე დღის წინ კვირა იყო, მე მგონი, ქართველთა დიდი გაერთიანება, იცით თქვენ რაც არის, ეს არ არის პარტია და მოძრაობა, უბრალოდ საღი ქართველები მოდიან ჩვენთან, მოდიან უსაშველოდ ღირსეული ხალხი, რომლებიც მზად არიან თავისი ქვეყანა დაიცვან. ჩვენ მეტი არაფერი არ გვინდა, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, არანაირ რაიმეში მონაწილეობას არ ვაპირებთ, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყანაა და ამას ჩვენ დავიცავთ ბოლომდე. წანისის დღე პარკის არის, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ ეს უნიკალური ადგილი არის. საქართველოს ხელისუფლებას შემთხვევით არ აქვს მიგდებული, მოულელია ზღაპარი ადგილი, რომელიც მთელი თბილისის რომ იტყვიან სასუნთქი იქნება და ოჯახებით რომ მივიდოდნენ იქ და ახლა ძდადიან საკმაოდ ბევრი კარვებს შლიან და ესენი. აქ უკვე მონიშნულია ის 100 წლიანი ხეები და ესენი, მაგრამ ჩვენს გადაცემაში თქვით, რომ ამას შეგეწირებით და ამას არ დაგაშვებინებთ. ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს, იმიტომ რომ მარტო ჩვენ არ გვიყვარს, ეხლა ჩვენ არ მიგვაჩნია სხვაზე უკეთესად ჩვენი თავი, როგორც ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ასე საბედნიეროდ ჯერ კიდევ 100,000-ობით ადამიანს უყვარს თავისი ქვეყანა. ყველა მათ შორის ხელისუფლების ორგანოებში, ამიტომ ჩვენ სრულად ინფორმირებული ვართ. როგორც კი ერთი სამშენებლო დანადგარი დაიდგმება, ან ტრაქტორი, ან ექსკავატორი შევა, ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული ვართ და აბსოლუტურად ფიზიკურად შევეწინააღმდეგეთ და მანამდე კი ჩვენ გავაცხადეთ, რომ 200 არ უნდა ველოდოთ ორგანიზებულ წინააღმდეგობას, მათ შორის თქვენი ჩვენ უთხარით, რომ ჩვენ ორგანიზებულ წინააღმდეგობას გაგიწევთ. რა გვიძავთ, მოგვერევით? იგი ბატონო მოგვერევით, ახლა ჩვენ იარაღი ჩვენ არა გვაქვს და დაცვა ჩვენ არა გვყავს და ჩვეულებრივი საღი ნორმალური ადამიანები რა გვინდა ახლა არ უნდა გვინდოდეს ჩვენი ქვეყანა ფულს გთხოვთ თანამდებობას გთხოვთ გავიმეორებ იმას რაც ჩემს ბოლო გადაცემაში თქვი მაგ ფული გაიკეთეთ უკანალში ყველამ ერთად ვინც ამ ფულით მარიაჟობთ და გაანადგურეთ ქვეყნის პოლიტიკური სცენა სადაც ფულში ჩაახრჩვეთ საკმაოდ უღირსი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ლიდერები. ამიტომ რა ხდება თუ 28%-ია საქართველოში საქართველოს მოქალაქეთა ქალთა შორის ფეხმძიმე ქალთა შორის 28%-ია ქართველი. ეგრე აქვთ ოფიციალური მონაცემა მეტი კვდება ვიდრე იბადება. გასული წლის მონაცემი არის 112,000 კაცი გავიდა. წელს არანაკლები გავა. მაშინ მითხარით, აგო, უმეტესობა ეს ხალხი ყიდულობს ოფიციალურად. მათ არ აინტერესებთ ეს ხელისუფლება უკანონო, ამათი უკანონობა იწყება 92 წლიდან. და არალეგიტიმურობა ამ ხელისუფლებისა იწყება 2024 წლიდან, სადაც გააყალბეს ყველაფერი და მარტო ზიან ეს ცუდად რომ მოუბრუნდება, ამათ თავში აქვს დავარდნილი, კარგად ვერ ხედავენ რა არის. საითკენ მიდის ყველაფერი. არ აღიქვავენ ისინი, მე ვფიქრობ პირიქით ეს იყო თავიდან მარტო ვაჭრობა
ვაჭრობა ევროპასთან, ვაჭრობა იქით, ვაჭრობა აქეთ, ანტიევროპული თითქოს განცხადებები, რაღაც სისულელეები, deep state-ებზე ლაპარაკი და არიქა ჩაგრავენ საქართველოს და ასე შემდეგ. უკანონო ხელისუფლება ხარ, ფულს გაძლევს ევროპა და გეუბნება შეაცვლე ის, რასაც გეუბნებიან. თუ არა და არ გინდოდეს იქ, არ გინდოდეს იმათი ფული, არ გინდა ყოველდღე არ იძახედე, რომ ჩვენი მომავალი ევროპის კავშირშია. რის ევროპის კავშირშია? მალე უზარმაზარი ომისთვის ემზადება მთელი ნატო და ევროკავშირი და რით დასრულდება ეს ყველაფერი ძნელი სათქმელია. ეს ცალკე თემაა, ჩვენ ამაზე სამწუხაროდ ძალიან ადრე ვთქვით და მაშინ ცოტა ცუდად მიიღო ეს ხალხმა, რომ არ იქა ეს დიახ, სასწაული იქნება რუსეთი გადაურჩეს ევროპასთან ომს. ეს იქნება უდიდესი სასწაული. ეგ ძალიან საინტერესო თემაა, რაზეც აუცილებლად გვაქვს მონიშნული და დაუთმოთ, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს შემდეგ დროს, თუმცა აი ეს არაბული დასახლების თემა რო დამთავრდება ქართველების ისტორია საქართველოში დასრულდება როგორ 100,000 მდიდარი ქვია, ხო 250 და 9 მილიონს რომ იცემ ბინაში შეძლებული კაცი ხარ, ხო სწორია? მათი ოჯახების რაოდენობა 2 და 3 კაცი კი არ არის, 7-800 არიან, ხო? სულ ცოტა. ეხლა მითხარით, ქართველები არ იბადება და 100,000-ობით ადამიანი შემოყვანილი უკვე. როდესაც მე დავასახელე 9 მილიონია თქო, რა თქვენ 235,000-ია ოფიციალურად შემოსული, ხო 9 შეინახეს. 235,000 იყო 5 წლის შემდეგ 235,000 არაბი რამდენი იქნება სულადობით. თუმცა აი ამაზე ხელისუფლებას აქვს ასეთი არ ჩვენ მაგალითად აი ხშირად ვნახულობთ ხოლმე ჩვენს ტელევიზიითაც უშვებთ ხოლმე კადრებს ევროპული ქვეყნებიდან, მაგალითად გერმანიიდან, სადაც ნომერ პირველ პრობლემად უკვე დიდი ხანია იქცა ეს მიგრაცია, მაგრამ და იქ დანაშაულები, კრიმინალის მატება, საშინელებებს ჩადიან ახლა ეს არ ამგონია ჩემი მხრიდან რაიმე ქსენოფობია იქნას აღქმული, ეს ფაქტია, ამაზე საუბრობს თავად გერმანული მედია ძალიან ხშირად, მაგრამ ხელისუფლებას აქვს ასეთი პოზიცია, რომ იქ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამ პროცესები საქართველოში, რადგან იქ ჩადიან ღარიბი, ღატაკი, ტოლვილები, რომლებიც ისედაც აი დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან და მათ არ აქვთ არც საკმარისი, არ ვიცი, არც განათლება, არც ადაპტაციის უნარი ადგილობრივ კულტურასთან და ამიტომ არის იქ ასეთი პრობლემები, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აქ მდიდარი ხალხი აპირებს შემოსვლას, რომლებიც არიან კულტურული, განვითარებული, ცივილიზებული ადამიანები და მათგან ეს საფრთხები არ მოდის ჩვენი ქვეყნის მისამართი. აი, ამას რა შეგვიძლია რომ დაუპირისპიროთ? ეს მზაკრული განცხადებები გათვლილი არის იმ გონებადამთხვეული მხარდაჭერებისთვის, რომელიც დღესაც მხარს უჭერენ ამ ოცნების ხელისუფლებას. თუმცა ოცნების ხელისუფლებაზე ლაპარაკი ალბათ კორექტული არ არის, იმიტომ არავითარი ოცნების ხელისუფლება არ არსებობს. არსებობს ერთი კაცი, არაფორმალური მართველი, დანარჩენი ეს არის პაიკები განლაგებული ისეთნაირად, რომ ნებისმიერ დროს კონსტიტუციის პირველი პირი შეიძლება გადააგდო, შენი მოიყვანო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რომ ქართველების ისტორია დასრულდება. რატო? ეს შემოდის შეძლებული ხალხი. დააკვირდით ახალგაზრდებს როგორ შემოდიან? მანქანებს ყიდულობენ, ბინებს ყიდულობენ, ფირმებს ხსნიან. მათი ისტორიული მეხსიერება მათ ეუბნებათ, რომ მათი ქვეყანა იყო. დაგავიწყდათ 300 წელი თბილისი არაბების ქვეშ იყო, ხო? სხვა ისტორიაზე არ მინდა ვისაუბრო. თქვენ გონიათ არაბებს ეს მეხსიერება გაუქრათ? ეხლა სხვა თავარი. როგორ შემოდიან ისინი? აი ეს არის ყველაზე საინტერესო. ქართველთა დიდმა გაერთიანებამ ესეც ინფორმაცია 1000%-ით არის ერთ-ერთი დაწესებულება, სადღაც ცოტა მოშორებით ქალაქის ცენტრიდან სპეცსამსახურისა, რომელიც ყველაფერი ამას აკონტროლებს. ყველაფერი დღეს ელექტრონულია, ზუსტად არის ცნობილი რამდენი ქართველი გასულია, ვინ არის, სახელით, გვარით, როდის გავიდნენ, რამდენჯერ ჩამოვიდნენ, გავიდა დღეს ერთი ქართველი. ხო და ეს ყოჩაღი სამსახური
რეკავს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის უშიშროებაში, ან არაბული ქვეყნის უშიშროებაში და ეუბნება, შენი კვოტა დღეს შემოყვანის არის ერთი კაცი. ყველა ვინ შემოდის, იქაური უშიშროების სამსახურების მიერ შემოყვანილი ადამიანი. ანუ ეს არ არის რაღაც სპონტანური პროცესი, ეს არის არანაირი საქართველოში ვერავინ ვერ შემოვა არალეგალურად. ნუ ვიღაცა სადღაც თებში თუ გადმობობხდება, ისიც დიდხანს ვერ იქნება ეს გზა. ეს არის ამ გზით, კიდე გეუბნებით, მეტი რა გითხრათ, ბავშვი არ ვარ, რომ ვინმეს რაიმე დავაბრალო, ხო, ჯერ რა შემჭირდება. საერთოდ ამ ქვეყნის პრობლემა რომ არ იყოს, მე საჯარო პირი არ ვიქნები საერთოდ, იმიტომ იმასაც ვარ, ჩემი წიგნები უნდა ვწერო და 4 შაბათს თამაშების თეორია გამოვა, წელს კიდე გამოვა ერთი წიგნი და ასე შემდეგ, მაგრამ უზარმაზარ დროს კი არ ვხარჯავ, არამედ ვახმარ იმ საქმეს, რომლის გარეშე არ წიგსა აქვს ფასი და არ ცხოვრებას აქვს ფასი. ასეთნაირად შემოდის აქ ახლა დანარჩენი, ვინც უსმენს, ბევრი ძალიან გონიერი ადამიანი უსმენს თქვენს გადაცემას, იფიქრეთ, ეს ხალხი, თქვენ როგორ ფიქრობთ? როცა დრო დადგება და კრიტიკული სიტუაცია დადგება, როცა ქართველებს წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება, თქვენ რა გონიათ, აქ ქართველებს დაუტოვებენ ამ ქვეყანას? დაგავიწყდათ ვინ არის ეს ხალხი? რატომ იყო ის ომები, რაც ომები იყო? რატომ არ ვემორჩილებოდით ჩვენ იმ ყველაფერს? ეხლა ისინი ყიდულობენ ამას. არ იომობენ, მაგრამ იომებენ. ქვეყნის შიგნით იომებენ. აქ არის მოლოდინი, რომ ეგ ყველაფერი წარსულ საუკუნეებში ხდებოდა, ადრე იყო, ასე ვთქვა და ეხა რატო უყურებთ 21 საუკუნეა უკვე და დავიჯეროთ იგივე გამოწვევების წინაშე შეიძლება და ეს არის თვითყოფადი ხალხი. ეს არ არიან ქართველების ნაწილი, ნახეთ, ქართული კულტურაც, ქართული სარწმუნოებაც, რაც არის მართლმადიდებლობა და რაღაც ევროპაზე ორიენტირებული არიან, თურმე დემოკრატიული ფასეულობები უნდა წამოიღონ და ისიც კი არ იციან, რომ დემოკრატიას ფასეულობები არ გააჩნია, როგორი განათლების დონეა. ფასეულობები კატეგორიათა იმ სისტემას მიეკუთვნება, რომელიც კულტურას უკავშირდება. არანაირი ფასეულობა ევროპიდან წამოსაღები არ არის, იმიტომ რომ კლასიკური ევროპული კულტურა იყო ქრისტიანული კულტურა და საქართველოს კულტურა, რომელიც ერთ-ერთი უბრწყინვალესია მსოფლიოში, იგივე ფასეულობის მატარებელი. ერთადერთი ისტორიული ამ უბედურებების გამო სახელმწიფოებისადმი დამოკიდებულება, სტრუქტურა, თამაშის წესები, ერთადერთი ეს ჰქონდა წამოღებული, წამოსაღები ევროპიდან, კლასიკური ევროპული სახელმწიფო, დამყნილი ქართულ კულტურაზე და არა იმ ეკლექტიკურად, როგორც გააკეთეს. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობდით, ნახეთ, როგორი გაუგებარია. მე 80-იანი წლები როცა შევაფასე, მე ვთქვი, რომ უფროსმა თაობამ დაუშვა კატასტროფული შეცდომა. მათ თავისი პასუხისგებლობა არ აიღეს, როცა ყველაზე რთული იყო, გარდაქმნის პერიოდი იყო, გადდნენ გვერდზე. და ვიღაც ადამიანებმა, რომლებიც ძალიან ტენდენციურები არიან, კაცო გიორხელიძეო, პირველი ხელისუფლების პრეზიდენტსა ხელისუფლებას აკრიტიკებსო და ეხლა როგორ ლაპარაკობსო იმასო, რომ ესე იგი კანონიერება, თქვენ კაი ხალხო. ჩვენ რატო ვართ იცით უფროსი თაობა გააქტიურებული, უფროსი თაობის გასვლა სცენიდან არის კატასტროფა ყოველთვის. უფროს თაობას პასუხისგებლობა რომ ყოფნოდა 80-იან და 90-იან წლებში, ისინი გადაკეთებდნენ რბილ გადასვლას, ეროვნული ხელისუფლებაც მოვიდოდა, მაგრამ ძალა, რომელიც პოლიტიკაში ერთ მიმართულებას
გააწონასწორებს თუ ეს არ არის წონასწორობა ირღვევა ჩვენ ის ტრაგედია აღქმული არ გვაქვს ამიტომ კიდე გეუბნებით სწორად გაიგეთ ჩემი სიტყვები ნიშნავს მანდამენტს იმას რასაც მე ვლაპარაკობ მის ინტერპრეტაცია საჭირო არ არის იმიტომ კარგად შემიძლია ჩამოვაყალიბო აზრი უფროსი თაობა დღეს რატომ ვართ გააქტიურებული იცით და მე ღია ტექსტით ვამბობ აი თქვენთანო ჩვენ არ დაუშვებთ იმას რომ ახალგაზრდები წინა ხაზზე დავაყენოთ ყველაფერი იმიტომ კეთდება რომ მემკვიდრეობითება შეენარჩუნდეს და ეს ქართული სული გადაეცეს იმ ახალ თაობას თუ წინ დავაყენეთ და ეს მოხდათ და კიდე უბედო ეს საქმე არ გამოვა ასე რბილად მაგრამ რაც დასარტყმელია ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე და ის საღი ახალგაზრდობა რომელიც საბედნიეროდ ძალიან ბევრია საქართველოში ისინი ხარდაჭერის დონეზე ჩვენთვის უზარმაზარი სტიმულია მაგრამ ჩვენ მათ არ მივცემთ უფლებას რომ თავიანთი თავი დააყენონ დარტყმის ქვეშ ჩვენ დავაყენეთ ჩვენი თავი დარტყმის ქვეშ ყველაფერი გაკეთდება ისე რაც საქართველოს მომავალ სჭირდება მოვლენ ისინი როცა თავისი დრო მოუვა და უკვე ამ საღმაგალითზე გააგრძელებენ გაცილებით უკეთესად გააკეთებენ ვიდრე დღევანდელობა არის აი ეს არის ჩემი ლოგიკა ამაში ამიტომ აქ სხვა არაფერი არ არის დასანახი საშიშია საქართველოს როგორც კი ქართველები გადაყვანილი იქნებიან ეროვნულ უმცირესობაში და ეს თუ ასე გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წელი ეს არის იდეალურად დიდი დრო ეროვნულ უმცირესობაში გადაყვანილი ქართველი დაკარგავს გავლენას საქართველოსზე. მისი გადაწყვეტილებები არაფრით არ იქნება რაიმე გავლენის მომხდენი საქართველოს მომავალზე. ეხლა კიდევ ერთი ილუზია მინდა გავაქრო. დღემდე 2024 წლის არჩევნებამდე სხვა არჩევნებიც ყალბდებოდა 10-15% ყოველთვის ყალბდება არჩევნები თვითონ მოშლილი სისტემა ნახეთ ქართველების განწყობის გარეშე არც ერთი ხელისუფლება არ მოსულა საქართველოში თავს იტყუეთ რომ ვიღაცა მოგახვიათ თავზე ვინ მოგახვიათ მიშა სააკაშვილი მოგახვიათ ვინმე თავზე მილიონიანი ყუდი მოყვებოდით დასავლეთ საქართველოს შევარდნაძე მოგახვიათ დაჩოქილები რო ეხვერწებოდით არწა სატანას რომელმაც მთელი საქართველო ბოლო 54 წლის განმავლობაში დღესაც მისი ეპოქა ფაქტიურად შეცვალა უარესობისკენ 72 წლიდან დაწყებული რა 2012 წელს განწყობა არ იყო განწყობა იყო მაგრამ მოატყუეს ხალხი ხო ასე ბიძინა ეგონათ მოიყვანდნენ და ზუსტად ვინც ტექნოლოგიები იყვნენ და გათვალეს ეს ყველაფერი შესანიშნავად იცოდნენ ქართველთა განწყობა და შესანიშნავად გამოიყენეს ეს იმ მიზნისათვის რა მიზნითაც ის იქნა მოყვანილი ხელისუფლებაში სხვა ყველაფერი არის აი ახლა გეკითხებით ამ სიტუაციაში თუ ეს ყველაფერი თუ ეს კურსი სწორია როგორ არის კურსი კაცო გიყიდი ამ ქვეყანას ბიჭო ეს რო ყიდი ამ მიწებს შენია ან ღმერთის მაინც არ გეშინია ეს მამაპა 7 მილიონი ქართველი შეეწირა ამ მიწის დაცვას და ამ მიწაწყლის აქამდე მოტანას უზარმაზარი დანაკარგებით 55% ბოლო 100 წლის განმავლობაში საქართველოს აქ ტერიტორიების ხრივ დაკარგული. საქართველოს ტერიტორიების 55% ბოლო 100 წლის განმავლობაში ზუსტად რო ვთქვა 105 წლის განმავლობაში დაკარგული აქვს. 1921 წლიდან მოყოლებული. რაოდენობის თვალსაზრისით მივიდივართ აი დაგვიწერეს გაერომ გვითხრა მომაკვდავი ერი ხარ გდები 2050 წელი ქონდათ გათვლილი რომ 50 წლისთვის საქართველო იქნებოდა უკვე ხა რამდენიმე 100,000 არა გადმოწიეს 2022 წლისთვის თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა მერე გინ ტელევიზიით გამოდით გინ ყველა ქართველი ერთად დადექით და
თავზე დაგამხობენ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა უკვე სხვისი იქნება. ქართველი ღარიბდება, თქვენ რა გონიათ, ის მცირე რიცხოვანი ხალხი, რომელიც თბილისში, მოდით პირდაპირ თქვათ, თბილისი პატარა ქალაქია. ყველა შეძლებული ადამიანი და ვისაც ფულთან წვდომა აქვს, ცხოვრობს თბილისში, ხოსორია. ქუთაისში, ბათუმში ესენი იშვიათად რო იქნება ხანს. ჯამში რომ შევკრიბოთ ეს დაახლოებით არის 300-დან 400,000 კაცამდე. ვინც კარგად არის. 300-400,000 კაცი. დანარჩენი არის საშინელ მდგომარეობაში. აბა რატო გარბის აქედან? რა თქმა უნდა. გარბის ხო? შემოდის შეძლებული არაბები, უკვე შემოყავთ, უკვე დაგიკანონეს. რათი ეწინააღმდეგებთ? არაბებს სად ეჩქარებათ? 50 წლის მერე რომ იყვნენ უმრავლესობაში, ეჩქარებათ სადმე? მიწა იყიდეს, სახლი იყიდეს, კარი იყიდეს, მოქალაქე არიან, იურიდიულად რასეუბნები. ესე იგი აქ არის ერთადერთი რამ. ის, რასაც ქართველთა დიდი გაერთიანება ამბობთ. საქართველოში საღი ქართველებისგან ძალა თუ არ შეიკრიბა და ეს არ დაუპირისპირდა ამ პოლიტიკას, კანონიერება არ იქნა აღდგენილი, შემდეგ კი დიდი მოლაპარაკება, წესიერის არჩევნო კანონი, წესიერი ადმინისტრაცია, ჩატარდება არჩევნები და ჩვენ ყველანი დავემორჩილებით იმ არჩევნებს, რომელიც შეთანხმებულ რეჟიმში. ეხლა მე მიმართავ ყველა იმ ეგრეთ წოდებულ პარტიას და რაღაცებს. ახლანდელ არჩევნებში თუ მონაწილეობას მიიღებთ, სადაც თქვენი კონტროლი არის ნულოვანი. თქვენ გინდათ კიდევ ერთხელ გაუფხანგრძლივოთ ამ არაფორმალურ მმართველს ხელისუფლებაში ყოფნა, როგორ უნდა მოუგოთ თქვენ, როდესაც მოსახლეობის რაოდენობის ტოლია ამომრჩეველთა რიცხვი. ხო, პარადოქსული ამბავია. ხო, ახლა 300,000. ხო, პლუს ჩინელების იქ საკმაოდ ბევრია ჩინელების მოქალაქეები და ესენი. როგორ უნდა, ესე იგი, თქვენ გინდათ მიიღოთ მონაწილეობა, როგორ ხდება? ფულით, ხოსორია? რა თქმა უნდა. თქვენ ხომ თქვა? კახა კუკავა მიმართა ერთ-ერთ ცნობილ სახეს, რომ შენ არ იყავიო? კაცაში ფული ქონდა და პარტიის ლიდერებს რომ იბარებდიო, არაფერი თქვათ, შენ ფული, შენ, ამან მიახურინა ეს ფული. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რასთან აგვაქვს საქმე. აი მითხარით, ყველანაირი ემოციის გარეშე რო თქვა, დემოგრაფიულად 10 და 20 წლის მერე რა იქნება საქართველო? მკვდარი. ეხლა ამ თაობებს მივმართავ, ვისაც ჭკუა მოეკითხება. მაგრამ ვინ მოგცათ თქვენ? ვინ მოგცათ ნება, რომ შეწყვიტოთ ისტორია? ეს რა, შენ ამ თაობაში რომ ხარ და დღეს ცოცხალი ხარ, არავინ არ ვიქნებით დროდაში. ამით უნდა დასრულდეს ეს ქვეყანა? ასე ფიქრობდა ჩვენი, ან ასე ფიქრობს რომელიმე სახელმწიფოს თაობა? მათთვის ის რა არის, მე რა მეჩვენება ბატონო დემურ და პრობლემას რაში ვხედავ, რომ აი ჩვენ რატომღაც ყავს ისეთი პოლიტიკური ელიტა, თუ შეიძლება არანაირი ელიტა არ არსებობს. აი მათ არ აქვს აი ეს მომენტი, ეს აზროვნების ეს მასშტაბი, რომ მე იმას კი არ ვამბობ, რომ მე ვინმეზე მეტად არ ვიცი. აი ერთ-ერთზე თუ დაუჯდები, შეიძლება ისეთი ილაპარაკოს, შენზე მეტად უყვარდეს ეს ქვეყანა, მაგრამ აი საქმეზე რომ მიდგება პასუხისმგებლობას, რაც შეეხება, თითქოს ისინი საერთოდ არ ფიქრობენ ამაზე, ან ესე უყურებენ, რომ მე ხო ვერ შევცვლი ამ ყველაფერს და მოდი ბარემ ფული მაინც ვიშოვო, თუ არ ვიცი, აი რა დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ელიტა, რომელიც იქნება აი მართლა ფანატიკურად ამ ქვეყანაზე შეყვარებული. არა და ეს არის ხო? ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი ტრაგედია. გამყიდველი ინტელექტუალური ელიტები და გამყიდველი პოლიტიკური ელიტები. ეს ყოველთვის არის უბედურება, რატო იცი, როდესაც კანონიერ ხელი მოგწონს, არ მოგწონს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არჩეული ხელისუფლებას როცა იარაღს ესვრი და ამხობდა მერე კლავ, შენ ავტომატურად ამ უკანონობის, ტოტალური უკანონობის ფონზე ის ხალხი
მოდის ხელისუფლებაში, რომლებისთვისაც ძვირფასი არ არის სახელმწიფო. არა, ზარმო შენ თუ შენი ქვეყნის შენ ქვეყანა შეიძლება ესროლო იარაღი, იმიტომ რომ შენ მოხვიდე ხელისუფლებაში, ხო? ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის მთავარი. მთავარია იმ განწყობების შექმნა სახელმწიფოში, როდესაც არჩევნების გზით საქართველოს მეცვეული ადამიანების მოყვანა შეიძლება. გადააგვარა ადამიანთა აზროვნებაც. ნახეთ, ფული, ბელადი. სანამდე უნდა ვზდიოთ ამ ბელადებს. იწურება, რესურსი იწურება. დარჩა ერთადერთი გზა, ანსაღი ქართველები შექმნიან ძალას, რომელიც აიძულებენ ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს, მიუჯდნენ მაგიდას და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე და კანონმდებლობაზე და მერე ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვიზეთ ქართველი ხალხი გააკეთებს აქციას. არ გამოუვა? ახალი არჩევნები იქნება, სხვა იქნება. ამ რეჟიმზე არა ვართ გადასული, იმიტომ რომ ხალხი იარაღით მოვიდა ხელისუფლებაში და უკანასკნელი 34 წელია ფაქტობრივად ანადგურებს ქვეყანას. შევარდნაძიდან დაიწყო ეს ყველაფერი და შევარდნაძის კურსი არც ნაციონალურ მოძრაობას შეუცვლია და რა თქმა უნდა არც ოცნებას არ შეუძლია. შედანხვევით, იმიტომაც არ მოწონს ხოლმე მაგალითად აი 2003 წლის მოვლენებს რევოლუცია რომელი რევოლუცია? ეს არის ქრისტობრივი მე და ძალიან კარგად ვიცი. ეს არის გადატრიალება უბრალოდ. ეს იყო ჩვეულებრივი გადატრიალება, მაგრამ შემიძლია გავიმეორებ, იქნებ ვინმეც არა აქვს მოსმენილი ჩემგან, მე იქ ვიყავი ფრაქციის ლიდერი, კომიტეტის თავმჯდომარე, არ ვიყავი რიგითი თორე ყველაფერი ეგერ არის არქივში, ყველა გადაცემა იყო პირველ არხზე, ყველა ჩემი გამოსვლა არის, რომ არა პოლიტიკური ლიდერების გამაოგნებელი, აი, უპატიო შეცდომები, ვერანაირი რევოლუცია ბჭყალებში ვერ მოხდებოდა, ვერავითარი ეს სამეული ვერ მოვიდოდა, მაგრამ უსაშველოდ არაპროფესიონალურმა და უსაშველოდ არაპოლიტიკურმა არ შეიძლება პოლიტიკა ითამაშოს პროფანმა. იმიტომ რომ ძალიან რთული თამაშებია. შევარდნაძის მცდელობა ამას არ ეყოფოდა. ეხლა ამერიკელებმა გაგვიკეთეს, არაფერი არ გაგიკეთეს. ბაზა არსებობდა, შეხედეს რომ აქ იყო, ძალიან გვიან ჩაერთნენ ამერიკელები ამაში. უკვე დაწყებული იყო რევოლუცია. ისარგებლეს უბრალოდ ისარგებლეს, იმიტომ რომ მიმართვა ქართველებიდან იყო, დამწყებებიდან იყო. რა თქმა უნდა. სხვათა შორის სააკაშვილი არ იყო ინიციატორი ამ რევოლუციისა, იმიტომ მას გათვლა საკმაოდ კარგად ჰქონდა. ის ითხოვდა პირველ ადგილს, ეკუთვნოდა, იმიტომ რომ ახლა მისი იყო უნიშნელო 2-3%-ზე იყო საუბარი. არც მაგდენი არ იყო, მაგრამ ეს ვირეშმაკა მაშინდელი მოქალაქეთა კავშირი თუ ვინც იყო შევარდნაძის გარემოცვა, ისინი გადასვლას აკეთებდნენ, გადაცემას აკეთებდნენ. ხელისხმები იყვნენ, აი, მე კიდე გეუბნებით, იმდენი პროფანი პოლიტიკური ლიდერი, რაც მე 2003 წელს პარლამენტში ვნახე, 1999 წელი, 4 წელი იყო ეს პარლამენტი, ხო? ასეთი ილუზიებს გამოკიდებული და არასერიოზული ადამიანები პოლიტიკაში იმათმა გამოიწვიეს ეს ყველაფერი. ეხლა ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა, იმიტომ რომ 2003 წელს საქართველოს მდგომარეობა მართალია მატერიალურად მძიმე იყო, მაგრამ გაცილებით ძლიერი იყო რესურსი ყველანაირად, ადამიანური რესურსი, მორალური რესურსი ბევრად დიდი იყო. დღესაც კი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი ქვეყნის განვითარების კონცეფციის შემუშავებისა უმნიშვნელოვანესი რაღაცები ტომები გვაქვს გაკეთებული, რომელიც დღესაც ოდნავ მოდერნიზაციას მოითხოვს, იმიტომ რომ ქვეყნის გადაყვანა ინოვაციურ რელსებზე და ასე შემდეგ უალტერნატივოა. და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არსებობს ყველაფერი, მათ შორის ადამიანური რესურსი,
რომ ეს ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანად გავაკეთოთ და შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა მსოფლიოში საქართველოს აძლევს უნიკალურ შარს ფუნქცია აიღობს, მაგრამ ასეთი მარიონეტული ხელისუფლებები ნახეთ ის ახალგაზრდა კაცია არაფერი პიროვნული არ მაქვს პოლიტიკური სიშტერის განსახიერება როგორც არის პრემიერ-მინისტრი პრობახიცის გული და მთელი ეს მთავრობა ხო პოლიტიკური სიშტერის განსახიერება კიდე გეუბნებით ახლა კიდე ყლავ სულით მარიონეტები სადღაც ევროპაში მოიწამდნენ ნეტაი კლასიკური ევროპით მოწამლულიყვნენ კაცო ევროპული ინტელექტი ევროპული დამოკიდებულება მეცნიერებისადმი ყველაფერი განადგურებულია რა მოაქვთ რა განათლება მოაქვთ რა ურთიერთობები მაქვს ერთადერთი ისწავლეს ეს პიარი და იმას ვერ ხვდებიან რომ ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობა არ უნდა კონდეს და ამას პოლიტიკანური მიზნით არ უნდა აკეთებდე არც ანტირუსული არ უნდა კონდეს იმიტომ რომ შენ მოხდი შენი ისტორიის მანძილზე პირველად მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში ამათ შეიძლება შენი სახელმწიფო ძალიან მაგრად გაამაგროს თუ ჭკუა და გონება გექნა მაგრამ კიდე გეუბნებით ქართველებს მივმართავთ ვისაც ჭკუა და გონება შერჩენილია ეს ხელისუფლება ბჭყალებში არავითარი ხელისუფლება საქართველოს დაღუპავს მე ნიშნის მოგებით ვერავის ვერ დაველაპარაკებდი და არ შეიძლება შენი ქვეყნის კატასტროფას უყურებდე და ვინმეს ნიშნის მოგებით ელაპარაკებდი დემოგრაფიულად კვდებით პოლიტიკურად კვდებით ერთ-ერთი ყველაზე უპატივცემულობა ხელისუფლება მსოფლიოში საქართველოში ყავთ იმიტომ ყველა მიცის რომ არავინ არაფერს არ წარმოადგენს არის ერთი არაფორმალური მმართველი შეიძლება მსოფლიო პოლიტიკაში უზარმაზარი გადაწყობა მიმდინარეობს და ვინმე სერიოზული სახელმწიფო არაფორმალურ მმართველს დაელაპარაკოს აი ეს მინდოდა სწორედ ეს თემა რომ გვეხსენებინა ბატონ დემურ თქვენ თქვით რომ და ნამდვილად ასეა რომ გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე საქართველოს და ესეთი ტიპის პროცესები საერთოდ ქვეყანას რომელსაც ყავს ჭკვიანი მმართველობა უჩენს არანორმალურად მაღალ შანსს რა თქმა უნდა მაგრამ ამისი საპირისპირო ხდება თუ კი ქვეყანას არ ყავს ასე ვთქვათ გონიერი მმართველობა ხო ასეთ შემთხვევაში ეს პირიქით უზარმაზარი რისკი და საფრთხე ამიტომ ამბობ ამას მე ეხლა არის შესანიშნავისა არის ინტელექტუალური ძალები არის ხედვა რომელიც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვესაუბროთ ამერიკელებს, რუსებს, ირანს, თურქეთს. ჩვენ ყველას ვაგინებთ ერული. ჩვენ ყველას ვაგინებთ ანტი-რუსული, ანტი-ირანული განწყობები. ერთი ევროპაში უნდა წავიდეთ, ჩვენი მომავალი ევროპაშია, ხო? ესე იგი, ჭკვანაკლულობის საშინელი დონე. იმ ევროპასაც აგინებს, კაცო, მე მთავრობის ნახევარი ევროპას აგინებს, ამერიკასაც აგინებს, საერთოდ რატომ უნდა გინდოდეს რომ მაინდა-მაინც შენი პოლიტიკა აწყო ვინმესთან კონფრონტაცია. თქვენ შეგიძლიათ ავტორიტეტი შეიძინოთ მხოლოდ მაშინ თუ ფუნქციას შეძენთ ქვეყანას. უფუნქციო ქვეყნის ხელისუფლება მით უმეტეს რომელსაც არაფორმალური მმართველი ყავს, ეხლა მითხარით თქვენ, მსოფლიო გადაწყობა მიდის და დაუშვათ ვინმე მოელაპარაკა არაფორმალურ მმართველს. გასაგებია ალიევი ჩამოვიდა არაფორმალური მმართველი კონსტიტუციური პირველი სად იყო უკან მოსდევდა, ხო სწორედ სამარცხვინო ქვეყნის პირველი კონსტიტუციური პირი გვერდით კი არ დგას. უკან მოსდევს ფინია ძაღლივით. ფინია ძაღლივით მოსდევს უკან იმას რა უნდოდა, რა პოლიტიკა იჭირდებოდა, რაღაცა მიწები იჭირდებოდა და თავისი კულტურული ცენტრი უნდა გააკეთოს. პოლიტიკაზე ვინმე დაელაპარაკება იმას რა ქვია ბიზნე ივანიშვილს, კი მაგრამ ეს ქვეყანა გადარჩება, რა დონეზეც არ უნდა იყოს მსხვერპლი გასაღები გავიხებთ და ეს ქვეყანა გადარჩება და მითხარით ეხლა თქვენ არაფორმალურ ხელისუფლებასთან თანხმებული რაიმე რო იყოს ნორმალური ხელისუფლება რომ მოვა ქვეყანაში არ გეტყვით დამნაშავესო და დანაშაული გზით მოსულ ხელისუფლებას რას ურიგდება არავინ არ გაურიგდება არა მარტო არ გაურიგდება არც არავინ არ ელაპარაკება რა თქმა უნდა ესე იგი რა სიტუაციაში ვართ ჩვენ თითქოს გვყავს ხელისუფლება და საერთაშორისო დონეზე არ გვყავს იმიტომ რომ არანაირი სერიოზული საუბარი აი
ახლო აღმოსავლეთის პრობლემა რო დაალაგდება, ჯერ არ დაალაგდება. არც უკრაინის პრობლემა დაალაგდება. სხვათა შორის აქ საშინელი მდგომარეობა უკრაინაში და საქართველოში იმას განიხილავენ, როგორ მარცხდება რუსეთი, ან როგორ მარცხდება ირანი არ მარცხდება. პირიქით ორი ქვეყანა დგას პოლიტიკური რუკიდან გაქრობის წინაშე, ეს არის ისრაელი და ეს არის უკრაინა. აი მე ვარ თემურ გიორგელი. მე გეუბნებით ამას, ასეთია რეალობა. საქართველოში რა ხდება? უკუღმა ყველაფერი ხო? რისთვის? იმიტომ რომ იდეოლოგია მიცის გამოთაყვანება და იდეოლოგია მიცის რეალობაზე უარის თქმა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დროულად მობილიზაცია, ჩატარება სამართლიანი არჩევნებისა და რომელსაც მოგვეწონება შედეგი თუ არ მოგვეწონება ვაღიარებთ, იმიტომ რომ ყველა როცა შეთანხმდება თამაშის წესებზე და გაუყალბებელი არჩევნები ჩატარდება, ჩვენ ყველანი დავიმორჩილებით მას. დანარჩენი იქნება შეთანხმება იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო ხელუხლებელია. შენ ვერცად ვერ შეტენი ამას, ვერც რუსეთში ვერ შეტენი და ვერც ევროკავშირში. გინდ ერთ ადგილზე შეგიტენია, გინდ მეორე ადგილზე დამთავრებული ხარ, როგორც სახელმწიფო, მაგრამ არავინ არ შეგტენის. არავინ არ შეიტენის შენ თავს. მიგარი მთავარი. ეს ჭირდება მხოლოდ მარიონეტებს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ. აი მოდით საერთაშორისო პროცესებიც რომ მივახილოთ, ირანთან ასევე მაინტერესებს რა თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეც თქვენი აზრი, თუმცა ირანით რო დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს ყველაზე ცხელი თემა არის, 2 დღის წინ ის ილუზია, რომ გრძელვადიანი შეთანხმება იქნა მიღწეული შტატებსა და ირანს შორის პრაქტიკულად ჩამოიშალა, მას შემდეგ რაც ირანმა კვლავ განახდა შეერთებულმა შტატებმა დაბომბა ირანის ტერიტორია, ირანმაც უპასუხა ბაჰრეინში, ქუვეითში დაიბომბა ამერიკული ბაზები და ჰორმუზის სრუტე კვლავ დღეს ამ მდგომარეობით არის კვლავ დაკეტილი. მოდით ნიუანსები აქ არის, ძალიან სერიოზული ნიუანსები. ჯერეთი ამერიკული დარტყმის ძალა 28 თებერვლის დარტყმასთან შედარებით იყო მიზერული. ეს აღინიშნა საერთაშორისო მომხელველების მიერ. ეს არა მარტო აღინიშნა, რეალობად ასეა. ეხლა არის ივლისი უკვე და უკვე შემოდგომაზე შუალედური არჩევნებია. ყველანაირი მიმოხილვით, მათ შორის უსაშველოდ ძლიერი ანალიტიკოსების, ცენტრალური სადაზვერვოს ყოფილი თანამშრომლებისა და სამხედროების, იგივე მაკგრეგორი აიღეთ, არ არსებობს რესურსი, რომლითაც შეიძლება ამერიკამ 1000 კილომეტრის დაცილებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აწარმოოს ომი. იმიტომ რომ საპირისპირო რეაქცია იქნება გაცილებით ძლიერი, მაგრამ რა კი ამერიკელები წავიდნენ იმაზე, რა წარმოუდგენელი იყო და 40 წლის განმავლობაში ვერაფრით ვერ მიაღწია ისრაელმა ამას. ისრაელმა მიაღწია ფანტასტიკურ რამეს, როდესაც ამერიკელები დაიყევნა გვერდით და დააწყებინა ომი ირანის წინააღმდეგ და მთავარი მიზანი ჰქონდა არა მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ დიდი ისრაელის პროექტი, რომელიც არა მარტო ჩავარდა, არამედ მარცხით ჩავარდა. საფრთხე ელით ასევე არანაირი შანსი ისრაელს იომოს, თუმცა მას ძალიან სერიოზული ავიაცია, ძალიან სერიოზული რაღაცები აქვს, მაგრამ ეს ძალიან ცოტა იმისთვის, რომ ხანგრძლივ ომში შეხვიდე, მით უმეტეს ირანის დღევანდელი პოტენციალი ხას უსვა. მე ფაქტს ვარეგისტრირებ და არა იმას, რომ ვინმე მომწონს, მე არაფერი არ მომწონს. მე ეს ქვეყანა მინდა მარტო, მაგრამ მე ვხედავ სად არის ეს ქვეყანა. საკმარისია მოინდომოს ირანმა ისრაელის განადგურება და მისი პოტენციალი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისრაელი განადგურდეს. 4 ქვეყანას შეუძლია მიწოდეს შეერთებული შტატების ტერიტორიას, 4 ქვეყანას შეუძლია მიწოდეს. ჩრდილო კორეას, ირანს, რუსეთსა და ჩინეთს. ეს ომი არის ლოკალური, მაგრამ ეს ომი იქნება მანამ, სანამ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის
ისრაელს ბევრი არაფერი არ შეუძლია. არ ამოიწურება იარაღი. ანუ რაკეტები. თქვენ იცით ახლა პეტრიოტის ლიცენზიას მივცემო უკრაინასო. პეტრიოტის ლიცენზია რა მნიშვნელობა აქვს? მაგარი რაკეტებია, ხო? მაგას ვამბობ, აი, ამასაც შევეხო, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა აქ ლიბერალურ ფლანგზე, რომ აი უკრაინა იწყებს პატრიოტების წარმოებას. ჯერ საერთოდ თქვა მართლა ლიცენზიის მიცემას რა მნიშვნელობა აქვს? რამხელა რთული ტექნოლოგიური პროცესია ეს რო ჯერ მაგასაც სჭირდება სერიოზული დრო. ეს ხო არის რაღაც რამდენიმე წელზე აწყო, მოდით აი იდეალური ვარიანტი ვთქვათ, ერთი წელი მაინც უნდა, სულ ცოტა. ხო, ალბათ ესეც იმ შემთხვევაში გამზადებულს თუ მოგცემენ ყველაფერს კიდე. ყველაფერს რო დაამონტაჟა. ხო, და ეხლა აქ წარმოებს დაწყება. აქ არ არის. ახლა აქ არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორ შეიძლება თავის მოტყუება იმ დონეზე პირიქით ის რაც ხდება და განსაკუთრებით მაგ კი არა ის მოვისმენე ვითომ რაღაც ესე იგი მიმომხილველები ვითომ მიმომხილველები კონსტანტინოვკა 12 ტყუილი ყოფილა კი ამაზე რასამ დღემდე არ აღიარებენ რომ არის აკონტროლებს უკრაინული არმია ხო უკრაინული ინფორმაცია ასე ეხლა მითხარით ამ სიშტერეს ამ აბსოლუტურად კრეტინულ სიშტერეს საჯაროდ როცა კაცი ამბობს და არ იცის რეალურად ან იცის მაგრამ იტყუება ხო ეს რაც ხდება ეს არის იმის ნიადაგის მომზადება რომ უკრაინის სახელმწიფო გაქრეს ან დარჩება აბსოლუტურად მართვადი არანაირი შანსი ევროპას თუმცა იომებს ევროპა ომობს ეხლაც უკრაინაში ნატო ომობს მისი ოფიცრები დაზვერვა ყველა დარტყმა რომელიც ახლა რუსეთის ტერიტორიაზე ხორციელდება და რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას Financial Times-მა დაწერა შეერთებული შტატების დაზვერვის ისინი ასეან უსაფრთხო მარშრუტებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ხელის გულივით ჩანს ეს კოსმოსიდან ყველაფერი. ეხლა გეკითხებით მე თქვენ, ერთი მხრივ თითქოს მოლაპარაკება, მე თავის დროზე მგონი თქვენთანაც ვთქვი ირან-ამერიკის მოლაპარაკება, როცა ამერიკის პოტენციალი ამ მოლაპარაკებაში იყოს უმნიშვნელო ის წაგებულ სიტუაციაში იყო. ეხლა როცა არჩევნები მოდის და ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს არჩევნებში, ეს ბაქი-ბუქი რომ დარტყმებს ვაკეთებ და ასე რა გრანიტის მთებში რის დარტყმებს აკეთებ. კოსმოსიდან გადაღებულია ის რაც დაარტყეს იმ საშინელი თავდასხმის დროს, ხო? ეხლა უბრალოდ წმენდნენ ამ გზას, თორე შიგნით რაც იყო იარაღის ხელუხლებელია. გრანიტის კლდეების 400 მეტრზე განგრევა არაფერს არ შეუძლია. არანაირი ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია გრანიტის კლდეებში საცავების შენებისა ირანს მისცა ჩრდილოეთ კორეა. დანარჩენი ახლა რუსების მონაცემები, ჩინელების მონაცემები ირანის ორი რამ დგას. ირანის განადგურება, რა გამოვა აქედან არ ვიცი, ვინც დასუსტდება და იარაღი არ დარჩება, ის დამარცხდება და მეორე არის თავარი რუსეთის განადგურება. არაფერი სხვა კონტექსტი ამ დაპირისპირებაში არ არის. არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. თუ მოლაპარაკება იქნება, როგორ ხო ხედავთ, ალიასკაზე რაღაც მოვილაპარაკეთო, ხო და მე რუბიო გამოვიდა და არაფერი მოლაპარაკება არ ყოფილა, უბრალოდ იყო საუბარიო, ხო? ესე იგი, რუსებს კვლავ აღორებენ, რუსები კი 300 წელი დასავლეთის ყმადნამყოფები ეხლა ოღონდ ამერიკელები დაელაპარაკონ და უშვებენ იმას, რასაც უშვებენ, ითმენენ, თორე ხასუსამ, აი, თუ ძალიან პროფესიული საუბარი გნებავთ, ახლა მხოლოდ შეფასებას გავაკეთებ, რაც ჯერ კიდევ 22 წლის პირველ თუ მეორე დღეს დაწყებისად აბსოლუტურ განადგურებას უკრაინისა არ ჭირდება 2 საათი. 2-3 დღე არის მაქსიმუმი იმისა, რომ უკრაინა მისი არმია იქნეს განეტრიალდა. ეს არის შეფასება და არა ის, რომ 2-3 დღეში ვერ
არ გააკეთებს, ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს რომ გააკეთო, შენი მომხრეებიც კი აღარ დაგიჭერენ, იმიტომ რომ ის ასე თუ ისე გაეროს მიერ აღიარებული სახელმწიფოა. შენ როგორ აუქმებ ამას, კაცო, ვერ გააუქმებ, ხო? მაგრამ ახლა შექმენი ისეთი სიტუაცია, როცა შენ გირთხამენ, ბომბავენ, მოსკოვს ბომბავენ, პეტერბურგს ბომბავენ, ემას სხვა სიტუაცია. ეს აძლევს რუსეთს იმის პუტინს ამ შემთხვევაში იმის ლეგიტიმაციას, რომ გადადგას ხისტინაბიჯი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა კიევი ბალისტიკური რაკეტებით, თან ძალიან მძიმე დარტყმები იქნა მიყენებული, რაც მანამდე პრინციპში არ გვინახავს ამ ომის განმავლობაში. ხო არ იქნება სწორი ჩავთვალოთ, რომ მანამდე არ ქონდა. მაგრამ ხელუხლებელი რჩება თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციულ შენობებს არაფერი. ურყავენ ქარხნებს, საცხოვრებელს, ზიანდება საცხოვრებელის ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი დარტყმები არის ნატოს ოფიცრებზე, ვითომ კონსულტანტებზე სინამდვილეში და იმ სიტუაციაზე, რასაც ქვია, მოშთობა, ქართველებს აი ეს სიტყვა, მოშთობა, მოშთობის პროცესი მიდის. არანაირი ომი არ გაჩერდება, სანამ ლოგიკურ ბოლომდე არ მივა. არც რუსეთი იყო ნატოსთან და ევროპასთან საომრად მზად 2-3 წლის უკან, ემზადებიან უკვე განაცხადეს რომ მზად ავართ. არც ნატო იყო და ევროპა არის დღეს მზად, თორე ამდენი ხანი რუსეთს არ დატოვებდნენ მიწისძევით. მიზანი არის, კარგია რუსეთი ცუდი არ მაინტერესებს. თავარი მიზანი არის ორი სახელმწიფოს აღგვა პირისაგან მიწისა. ეს არის რუსეთი და ირანი. ეს არის ორი უსაშუალო სტრატეგია. ირანი ხო საერთოდ სტრატეგიულია, რომელიც აბსოლუტურად თიშავს რუსეთსა და ჩინეთს, თუ ეს იქნა განადგურებული და რაცა ვერ მოხდება, იმიტომ ვერ მოხდება, რომ არ შეიძლება 80 მილიონიან ქვეყანას, უფრო მეტი არიან, 80 მილიონიან ქვეყანას დაემუქროს სრული განადგურებით და 80 მილიონ კაცში შენ მურჩილი უმრავლესობა იპოვა. არ მოხდება ეს. აი ეს არის რეალობა. ეს რეალობა ეხება საქართველოს. საქართველო ევროპაში ჭირდება და ნატოში ჭირდება ერთადერთი მიზნით. იყოს პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ. არიქა რუსი ამნაირი იყო ის არ მაინტერესებს. შენ ჭირდები იმას რისკენაც მიდიხარ მარიონეტი უსაშველო, უსახო, უკანონო ხელისუფლება მხოლოდ ერთი მიზნით. იყო პლაცდარმი რუსეთთან საუბრად. გინდა იომე კი ბატონო. გააქვს ამის ერთი ადგილი იომე. რატო არ მომსამო? არიქა გვაჩუკა ამ დიდმა კაცმა ჩვენში. კი არ გაჩუკა, როგორც კი თობს გაისრო და პირველი თვითონ განადგურდებოდა. ცხინვალში, სადაც 2008 წელს არაფერი არ იყო, ერთი მშვიდე ავტომატიანი მშვიდობის მყოფელები იყვნენ, მეტი არავინ. დისპერჩაფუტიანები. ეხლა საქართველოს ყველა წერტილზე რაკეტა არის დამიზნებული. რამდენი წუთი ჭირდება ცხინვალიდან საქართველოში რომ მოფრინდეს რაკეტა? 5 წუთი, 4 წუთი? არა, არც კი ალბათ. რატომ? აი აქ საინტერესო დეტალ შეეხეთ ბატონ დემურ, ეს ჩვენი ანტირუსული განწყობები საქართველოში რა თქმა უნდა არსებობს. მე ღია ტექსტით გეუბნებით. ამათ გონიათ რომ თუნდაც უკრაინაში რაც ხდება მართლა ეგრე იყოს როგორც მაგა წარმოუდგენია და უკრაინა ახერხებდეს ეფექტურ წინააღმდეგობას რუსეთის წინააღმდეგ არმიასთან ბრძოლაში, სადაც არის 1200 კილომეტრიანი ფრონტი, აი თუნდაც უკრაინაში რუსეთი მარცხდებოდეს, ეს რატო ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ საქართველოში იგივე მოხდება? მასშტაბს ხო უნდა შეხედო, სად 50 მილიონიანი უკრაინა და სად ეს ტერიტორია, ერთი მაგისტრალი ვარ დარჩენილი, ხო? ცნობილმა იცი თქვენ ჰაკერებმა, რომლებსაც თავისი ნიკები აქვთ, ყველა ბაზა გატეხეს და ნახეს. 2.400.000 კაცია მკვდარი, ჯარისკაცი. როგორც ამერიკელი ცნობილი ექსპერტები აფასებდნენ, 8-ჯერ ნაკლებია რუსეთში. ცოტაა 230,000 და 240,000 კაცი, ცოტაა რუსეთისთვის მსხვერპლი, კოლოსალური მსხვერპლი, მაგრამ იქ ფლათაშინელებაა. ესე იგი, შენ სრულ კატასტროფას ერისა
მან არ გაჩერდება საქმე, იმიტომ რომ გამოკითხება, ბოლო გამოკითხება უკრაინაში უჩვენა 33%, ბოლომდე ომს ითხოვს, პირდაპირ ან ჩვენ ან ისინი. დანარჩენი მოლაპარაკებას მოითხოვს. ზელენსკიმ საკმარისია გადადგას მოლაპარაკების ნაბიჯი და უბრალოდ მოკლავენ. ის ბანდერას ნაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც დომინირებენ როგორც უშიშროებაში, ასევე სამხედროებში. ამიტომ არ მოხდება გარიგება, რაც ნიშნავს გარიგება. რაიმე სახით გარიგება ნიშნავს რუსეთის სრულ კრახს. რატო? თუ დარჩება უკრაინის ის ხელისუფლება, ან იმ განწყობის ხელისუფლება, რაც არის და მოხდა გარიგება დასავლეთის მონაწილეობით, რა მნიშვნელობა იმ დარჩენილ უკრაინულ ტერიტორიაზე განლაგდება ყველაფერი. ანუ ამ შემთხვევაში ომი მიდის არა ტერიტორიისთვის, არამედ აი ამ ანტირუსული პროექტის ცვლილებისთვის. აბსოლუტურად ტერიტორიაზე საუბარი არ არის. ნახეთ, გაიხსენეთ უბრალოდ სტამბოლის ორი თვის თავზე მოლაპარაკება სტამბოლში. ერთი გოჯი მიწის თაობაზე არ იყო, რაზე იყო საუბარი? ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში რუსული კულტურის და ენის და იმის და ასე შემდეგ და ნეიტრალიტეტი. ხო, ანუ ეს არის პასუხი მაგაზე, რომ ტერიტორია ამ შემთხვევაში ტერიტორია კი არ არის საინტერესო ტერიტორიაზე. არის პროექტის სრულება, ანტირუსული პროექტის სრულება უნდა პროექტი. ეს პროექტი ისევე როგორც ირანის განადგურების პროექტი არ არის დახურული, ისევე არ არის დახურული რუსეთის სრული განადგურების პროექტი. ჩემი შეფასება არის ისე რა არისო, რუსო ის არისო, რას მიწახოდნენ, ესე ბიჭო, ვაფასებ ამ ქვეყანას, პოეტი კი არა ვარ. ლიტერატორი კი არა ვარ. ისეთ ადგილზე მუშაობდი, თქვენი ცხოვრება ამ გაფუჭებულ ხალხს მივმართავ, ვითომ შინ მიმავლებს. ვერასდროს ვერ ეღირსებით იმას, რაც მე ვიცი და მე მიმუშავია და სტატიებად არის და წიგნებად არის ქცეული, ხო? ვერ მოხდება. აი კიდე გეუბნებით, ვერ მოხდება. შტერი უნდა იყო ადამიანი იფიქრო, რომ უკრაინაში რუსეთი დამარცხდება, რაც ავტომატურად ნიშნავს რუსეთის სახელმწიფოს მოშლას. არ მოხდება ეს. მაშინ რა მოხდება? სანამ ყველა რესურსი არ მოიწერება, დაძაბულობა გაგრძელდება და ჩვენ ვართ მოხვედრილი ამ დაპირისპირებაში. შენ გეუბნებიან, შენი მარიონეტი ხელისუფლების გადამკიდე. ხედავენ რა უვარგისი ხელისუფლება. გინდა ხო ევროპა? კეთილი ინები იბრძოლე. კეთილი ინები საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნათ რუსეთის წინააღმდეგ. რა მოგივა? ვის რა შეინტერესებს? სულიც გაგცხებია ერთ დღეს. სწორია, იგივე დამოკიდებულებას ვხედავთ ჩვენ, მათ შორის უკრაინელებთან მიმართებაში, აი სამწუხაროა, რომ არ მაქვს ეხა მომზადებული ეს ვიდეო, თუმცა ჩვენს გვერდზე დავდებთ. კატასტროფა, ერიც კატასტროფა. მარკო რუტე, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება იყო, მას დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, აი რა სიტყვით რუსეთის მხრიდან ახორციელებულა აი მასიური იერიშზე კიევში და მისი პასუხი არ ვიცი, ალბათ უნდა იყოს პასუხი მათ შორის ჩვენთვისაც, რომ ну, რა თქმა უნდა, მან თქვა, რომ ის ლოცულობს ახლა კიევში დაღუპული ადამიანების გამო და მათ გვერდზე დგას მორალურად, მაგრამ ну, მიაქცევთ ამას ყურადღებას. ეს ერთადერთია, რაც ამ შემთხვევაში უნდა გავიყოთ მსხვერპლი, იმიტომ რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტად უჭირს. ჩინიზმის უმაღლესი დონეა ის, რომ ევროპა რომ შვიდად იძინოს, უკრაინამ უნდა იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის მათი პასუხი და ამას არც მალავენ, ღია განცხადებებში შეგვიძლია ეს ტექსტები. ამ დროს აი ნახეთ, გამოქვეყნდა დღეს წავიკითხე მე ველტი რომ არის გერმანული ცნობილი, გამოქვეყნდა ნატოს გეგმები, ჩაუშვეს სპეციალურად როგორც ჩვენ ჩაუშვეს, ნატო ემზადება რუსეთზე პირველი დარტყმის მისაყენებლად.
ანუ ეს არის უკვე რეალური გეგმა მათი. კიდე გეუბნებით, აი დღეს თუ ვინმეს გაინტერესებთ, მომწერეთ და გამოგიგზავნით იმ გერმანულ სტატიას. გაახმიანეს, იმიტომ საშიშია ეს ვიღაცამ ჩაუშვა, იმიტომ შეგნებულად ჩაუშვეს. იმისთვის რომ თავი დავიცვათ რუსეთისგან, პირველი დარტყმა უნდა მივაყენოთ ჩვენ. ეს ხო მოგონილი არ არის. და გახსოვთ თქვენ რამდენი წელია ვსაუბრობ, რომ აუცილებლად მოხდება ნატოს ბაზების დაბომბვა. აუცილებლად მოხდება ნატო-რუსეთის დაპირისპირება. პროექტი არ რესურსი ჯერ საკმაოდ აქვს. კონვენციური რესურსი საბრძოლველად, ეკონომიკურად ევროპის ეკონომიკა გაცილებით დიდია რუსეთის ეკონომიკაზე. ერთადერთი სტრატეგიული იარაღში, მაგრამ სტრატეგიული იარაღის გამოყენება, როგორც ისევ ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, იმისთვის რომ წითელი ხაზები და სტატუს კვო აღდგეს, რუსებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ და გამოიყენებენ ამ იარაღს. გვაშოროს ღმერთმა. წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფრთხოების თემა კიდე გაცხადებული თემა, ქვეყანა არ უნდა არსებობდეს. ხახლა ჩვენ ხო არ გვიყართ, ხო ვართ რუსეთის მტერი ქვეყანა, ამ ხელისუფლებას მიმართეთ. ხო და იქნება ჩვენ ეხა მივეხმაროთ ამ ევროპელებს და გავანადგუროთ რუსეთი და მე როსტოვამდე საქართველოსი არისო ყველაფერი და წამოვიღოთ, აქ ჩვენც ხო გვეკუთვნის. აი ამ იდიოტიზმის დონეზე ასრებობს დღეს იდეოლოგიით განადგურებული საქართველოს და საქართველოს მიმართავ, რომ რაც დროზე მოხდება ძალად ჩამოყალიბდება, მით მალე აიცილებს საფრთხეს ეს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. არ გაჩერდება დაპირისპირება. გამორიცხულია. არც ირანთან მიმართებაში, არც საქართველოსთან მიმართებაში, იდიბად ჩვენ მოხვედრილი ვართ ამ რუსეთთან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ დემურ, ძალიან საინტერესო ანალიზისთვის და საუბრისთვის, დაგემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ. აყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო პროფესორი ბატონი დემურ გიორხელიძე. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით ორშაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.